მოგესალმები. Hello GB. მოდი ხმამაღლა ვთქვათ, ხო? რაღაცა უცებ გადავწყვიტეთ და მე კეთი და შალვა მოვდივართ სამეგრელოში, ხო? და უცებ ხო იცი ახლა კეთის თუ არაჭამე მანქანაში არ გაგიჩერდება და შალვას კიდე გაბარით შეხედე. და წამოვედით და ვართ სად პერევალზე, ხო? არის რიკოძე ვართ. რიკოძე არის ყველაზე მაგარი რესტორანი, ანდრე ბატონი ზურად დავხვდა აქ და ვერც კი წარმოვიდგენდი რომ აი ესეთი ყველაფერი იყო გაპრიალებული, გაწკრიალებული. არის 10 საათი. 10 საათზე ესეთი დალაგებული სიტუაცია საქართველოში მე პირველად ვნახე. თან ისეთი გაკეთებულია, მე არ ვიცი, აწი შანსი არ არის, კეთილ წავალთ, მოვალთ, აქ უნდა გამოვიაროთ. ახლა ზურა, რა პრობლემა გვაქვს ჩვენ? ხელფასი არ აუღია ჯერ. და დღევანდელი სუფრა მან უნდა გადაიხადოს. და თუ მაგარ ანიგნოს გეტყვი, შენ უნდა გადაუხადო დღეს სუფრა. ხო მოსული ესეთები? ხო არის ესეთებიც ხო ხდება ბიჭებო? ციხეში ვარ ზურა, ციხიდან გამოვედი, 6 წელი მოვიხადე და გამოვედი და მე ჩემი ცხოვრება სულ თავს უვლიდი. მოვედი სახლში, ავიღე რაღაცა პატარა თანხა, სამსახური მთლიანად თითქმის ყველაფერი გაჩერებული იყო, მაგარი გაბრაზებული, რაღაცა ფული მოვიძიე, ჩავიდე ვიჯიბეში და წავედი დუბაიში. ცოტა რო თავი მოვიწესრიგო. ავიღე ბილეთი, წავედი დუბაიში. და დუბაიში მყავს ჩემი სილისტი რა, საპარიკმახერო ბიჭებო. აბა რო დამინახეს 6 წელი გელა არ ახარ, სად იყავი, რა მოხდა, როგორ იყო? მე ვთხარი ციხეში ვიყავი მეთქი და დაჩქარებული წესით მეთქი, უნდა გამიკეთოთ მეთქი ახლა მაკიაჟი, ფრჩხილები, ფეხი, ყველაფერი და დავჯექი და ფრჩხილებს ერთი აქით მიკეთებს, მეორე აქით ფეხებზე, ეს ზუსტად 2-3 საათი მიკეთებდნენ, წარბი, ყური, მური და როგორც იცით რა, თქვენ ქალებმა ზუსტად ესეთ პონჩი რო 6 წლის მერე ჩემ სტილისტებთან და ახლა ბოლოს არის ერთი მაგარი ნაშადადის რა. ამ სალონში შემოვა, გავა და შევეკითხე ბიჭო, ეს ვინ ამეთქი და ეს მაგარიაო. ვინ არის მეთქი და მასაჟს აკეთებს. მე ვთხარი, უთხარით მეთქი რომ მასაჟი გამიკეთოს. კარგიო თუ არა და ზურა, აქვს გზელი ოქროსფერი თმები და აი მაღალი სუსტი რაღაცა სასწაული. კარგი ეს ყველაფერი დაამთავრეს, ავედი მეორე სართულზე და მართლა ოთახი არის ძალიან მაგარი, კეთი გაკეთებული, მასაჟის ოთახი რა. და მითხრა, всё, უნდა დავიწყოთ ახლა მასაჟის გაკეთება, გავიხადე, დავწექი და მიკეთებს მასაჟს და ისქით აქით ხელი რამე და მე ვთხარი, რამდენი უნდა დაგიმატო მეთქი. იქ გადავიხადე, ხო, რაღაცა $200 გადავიხადე. და ეს მეუბნება $100 კიდე უნდა გადაიხადო და ახლა მაგარი ქალია და კი უნდა გადაიხადო $100 ზურა, ხო? და კარგი მეთქი და დაიწყო მასაჟის გაკეთება, თან ეს ერთი გაიხადა, მეორე გაიხადა, მესამე გაიხადა და უკვე რეალურად მასაჟი რო უნდა გამიკეთოს, კაცი არ აღმოჩნდა. აი, ესეც ხდება თურმე. აბა, ბიჭებო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ზურა, უზომოდ ვარ თქვენი მადლობელი და მინდა თქვენი ხელმძღვანელობის სახელით მთელი საქართველო დავლოცო. უზომოდ ვარ თქვენი მაყოფილი და ყველას ვინც აქ მუშაობს და ყველას დაგლოცავთ. არსოა. საკმარისია დღეს ბიჭებო. აბა, ბედნიერად.